სალამი სამეგობროს ბროს. გავავართ. სად მივდივართ? გოდერძიზე. რატომ მივდივართ გოდერძიზე? სასრეო. დასალევად. ლიკას საბადების დღე უნდა აღვნიშნოთ. ეხა ვართ კესბორელში. ვაი, ვინ განახოთ? სალამი, თქვენი სახელი? უთქის უბრალოდ ჩამოვედით მინივენით, მივდივართ სპეციალური მანქანით ამბასადორი გოდერძამდე. სასრიალოდ გავდივართ. გავიდეთ? გამოვთ ცოტა ხანში. ჩვენ სასრიალოდ მივდივართ რა სიზამ? დავითი წამოვა. მე და ვეგო ჩამოვედით, უკვე გავემზადეთ სასრიალოდ. აქვე ამბასადორი გოდერძის აქვს ქირენთალი. აქვე შეგიძლიათ იქირავოთ თხილამურები, სნოუბორდები, სათვალებიც იყიდოთ და ასე შემდეგ. გიორგი, აქ ხდებათ მოგაქცევთ ყურადღებას. სანამ ჩვენ ვსრიალებთ, ალბათ ჩვენებით ძალიან გემრიალად მიირთმევენ საჭმელს. არა, სპაში გადაინაცვლეს აუზზე გადაინაცვლებდნენ ცხელ წყლებში. ჩვენ არ გვშურს, იმათ უნდა შურდეთ ჩვენი. დიახ, იმიტომ რომ პირველივე დავდგი თუ არა გოდერძიზე ფეხი, მეთქი მივდივართ სასრიალოდ. ლიკამ და მამი მაგ ვისწავლეთ და დანარჩენმა ისე იცოდნენ. არც ივა საერთოდ ქარიც არ არის, ქვემოთ ნისლიც არ არის, ალბათ ნისლი უფრო ზემოთ არის. კი, ძალიან კარგი თოვლია, არჩვეულებრივ ტრასად. დუელია ორასი შეშარა. შეშარა. უშოთ დარჩა. რასაც ვიძახი იმას იმეორებ, ოღონდ ხილვადობა ნისლი არ არის, თუ ხილვადობა არ არის. შეშა არ არის. ოპა! ათქვა, ბიჭო! სალტო! მარიამულა სადაა გამიქცა? ვა, მარიამულა! დავაი, წავედი. ყოჩახ! კარგები ხართ? აბა მარ რა ვამართ? აუ, რა ლამაზია! მეც გადამიღოს ვინმე. და ესეც ჩვენი ეგრევე წამში ამბასადორი, სადაც ჩვენ ვისვენებთ. ზუსტად 2 წამში არის საბაგირო. რადგანაც 4 დღე ვართ აქ, პირდაპირ ვამჯობინეთ, რომ ლოკერში შევინახოთ ჩვენი რაღაცეები და აქვე იქნება ეგრევე. და მე მარიამი და ნიკა ჩამოვედით საჭმელად. რა შევუკვეთ? ხაჭაპური შამფურზე, კიტრი და პომიდორის სალატი მიგვეზით და პიურე. კლაბ სენდვიჩი მარიამთან მიყავ კიტრი პომიდორის სალატს, ნიბუზიანი შამფური, და შამფური. სახეს ლიმონადს შევუკვეთ ასე. პიურე და კატლეტი, რომელიც არის უგემრიელესი, ყველს გემრიელი არის, სადაც ჭამხოლმე. კაცებს წვადები. ჩამოვედით ისევ საჭმელად და მიშო შევუკვეთა ლობიო. კლინტვენი და ბოლონეზე. სტანდარტულად აჭარული პირველ დღეს. როგორ გიგითხოთ? ბიენ, თუ? იუტონ ბიენ. დანარჩენები სრიალებენ? უკვე გასულები არიან? მე მანამდე შევჭა. ზემოთ არ ახვიდეთ რა ჩემ გარეშე. ოკეი. ამასობაში ლიკაც ნახეთ, სწავლობს სრიალს. ხო, როგორ ემზადები დაბადების დღისთვის? მე? რავი, ნორმა. ხო, მაქვს და საერთოდ ვერ ვგზნობ, რომ შემოდის ჩემი. კაი. დავით, რა ვქნათ ჩვენ დავალოდოთ მარიამს და ნიკას? ყველა ვარიანტი. ანახე. აი, აქედან უნდა ჩამოვიდეთ. უკნიდან აღარ მოვდივარ, ცო, შანსი არ აქვს. ორი გზას ერთმანეთს აბამ და უკვე დიდი ხანით სრიალებ რა. ახლა ავდივართ მეორე საბაგიროთი უმაღლეს წერტილზე, რაც არის 2300 მეტრი და იქიდან უნდა დავეშვათ უფრო გრძელი და მაღალი ტრასით. ყველა ვართ, ნუ ცოტა ხალხი გვაყლია, მაგრამ მაგარი ქარია. ნუ ორი გზა არის, ერთი აქედან და მეორე აქედან და აქედან წავთ ჩვენ. აბა როგორი იყო მამე? სასწაული. აცი სულ იმ გზაზე ვისრიალებ. ძალიან კარგი. დავით მოგეწონა? და მეც მაგას ვფიქრობდი გულში რა, რომ აქამდე სად ვიყავით, რატო არ ვსრიალებთ აქ და ალბათ აცის უმანდ ხო ვსწავლობთ, ჩვენ ვისწავლეთ უკვე კარგად. 14-12 არის, მე წინაზე რომ გითხარი, იყო 13-22. ხო? კი, ნახევარი საათი. ახლა ჩამოვალთ აი ამ გზიდან. Война! Война, Мария! Рамбакария! О, რამხელა ორმო იყო. შემიკაი, მაგაში ხო ჩავარდები და მოიმტრებ ცხელ სრიალებს ბრუნავს.
მიცოცავს გოჭი მთაზე მიცოცავს გოჭი მთაზე მიცოცავს მარიამის მშვი ვაიმე პოზა შეიცვალა და უფრო სწრაფი გახდა მარიამი ჯერ სრიალი და მერე ჭამა არის It's like a reward. ასწავლე. ნიამ. ლა ლა. რა ხდება? პიცა, ლობიო, კარტოფილი, წვადი, ბოსნეული გრილზე, ლიკა პაპავა, ღომით. შეგიძლიათ თქვა პროსტა ლიკა პაპავა და სალათი, კიტრპომიდრის სალათი, ბაჟე, მიშო, ცეზარი შეიჭამა კრევეტებით და მართ. ამოჭერი. რაღაცა მივიშალეთ, მოვიშალეთ. ჩავედი ეხერთი. აქ არიან. მარტო ჩვენ ვართ? ცხელი აუზი და გარეთ არის ჯაკუსი. რა კაი მზის ჩასვლა გავიდეთ. მე ახლა ამ წამს სამეგობროზე დავდე პოსტი, უბრალოდ იტვირთება და ესენი მანამდე უყურეთ. თამაშობენ წყალში ბურთს, თუ რა ქვია ვიცი. ლიკა როგორია? არის კარგია. მაგანა ხო? ესე თამაშობთ? საუნაში იყავით? არ გინდათ? ვალიკა. რა გაგმებით ვართ? და ვხვდებით ჩვენს. ვერა წამ. როგორ? ხო. ია, 12 მერე მე შემიძლია დალევა. ილოცა ხსნილია. მანამდე არსო. შესვა? ხვალ. მართლა ერთის ფე არ დავინებია და გამოცნობანას ვთამაშობთ და ChatGPT-ს ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს გამოსაცნობი რაღაცეები მოკლედ თქვათ. და ამასობაში საჭმელიც მოვიდა, ხალხი აქ საჭმელი. აქ რატო დავზრუნე? ეს რა არის? ჭიხირთმა, კრევეტები, მიშო იქ ასევე პასტას ჭამს კრევეტებით და რა ვქვენ? კარბონარა. დავაი ვენგიტო. თეო მოიგებს? ჩემი არის მე მოვიგებ. ჩემი არის თლიანები? ვინ მოიგებს ჩვენ შორის თქვენი აზრით? შენ თამაში ვიცი, ამიტომ ვენგო. შენ ჩემი არის. გადამწყვეტი მომენტი ჩემო მეგობრებო, თუ ჩაყვა, მე ვიგებ. აი ხა, ეგა ჩემას. კარგი თამაში იყო. დიდი მადლობა. ვაუ, ლოქში ვარ. YouTube ლოქში ვარ, ამჯერა ღირთო. ვაუ, ლოქში ვარ. YouTube ლოქში ვარ, ამჯერა ღირთო. აშვებით და არავის არ უკითხავს, მაგრამ კაი. და ჩემს დაბადების დღემდე დარჩენილია 35 წუთი. და ვიქნები ყველაზე უფროსი აქ. რა მიხარია? ვიღაცამ რა დამიწერა ერთხელ იცი? რა გიხარია დაბერდიო კუბო დაგზდეს უკანო. So cute. It was so mean. შავი ჩაგდო. შემეში მესამე. დაგითმობთ თამაში. ეს vlog-ი დავინაცვლეთ ჩვენ პინგ-პონგზე. არა, ნიკა, ნუ გვიღებ. არ გსიამოვნებთ რო გვიღებ, მეტყვი რომ ვაგებთ. მოდი. ლამაზი დღეა, რანათელიზეა, იმიტომ რომ დღეს ლიკას დაბადების დღეა. Thank you. Oh my god. როგორ მოულოდნელი იქნება. რა ლამაზი დღეა, რანათელიზეა, იმიტომ რომ დღეს ლიკას დაბადების დღეა. ყველაფერია, ნამდვილად, ყველაფერია. და ზუსტად შენ რო დაიწყე, ზუსტად მამი შემოვიდა. მამი და მარიამი. აი, მე თამამით არის. მომილოთ. სენსო. შენი ასაკარა. აბი!
Okay. That was amazing. Რაღაც ალბათ შენი მარიამ. ნიკა შენი სტკიცი. Winnie Gaps. მარიამ. She took it. აი კეტნი ფევერდინი სადასვამდა ხოლმე ზუსტად. ხელები გააჩერე. აი მე 12 კლასს რო ამთავრებ, სად მიდიხართ ყველა ერთად? დრო. აი ანუ 5 და ხელები გააჩერე. ეს აბა რა არის ახლა Nike-ის ისე ხარი პირდაპირ ახლა და რამდენი გაქვთ? 5. ბიჭო. ოღონდ გუგასთან. წამწამ. თეარტი, ოღონდ სხვანაირად. მეშვე. რამე კიდე მე. თეარტი. ვერ გეტყვი, სხვა რამე. სიტყვა თქვი, დაფიქრდი. როგორ? მიმტანებს ვუტოვებთ. ჩაი. თეარტი? დრო. აიო. თეატრი. დღეს ყველა მაინც გინდა არ გინდა დაღლილია. მე არა ვიშლებით მე მოკლედ არა. რა. შენ დარჩე. ესია რომ მოდიხარ 33 წლის ადამიანის დაბადების დღეზე პირველ საათზე გაძინებს. წავედით ვიძინებთ. ოღონდ შუზობისა. ყავა. რა შევა ბაბა? ომლეტ, ავოკადოთი, აქეთ მაქვს ბუსტეული და კრემყველი და ცოტა ესეთი პურები. აბა დავით შენ რა სჭამ? აი ბრავო, ნიშოც იგივეს. ვენგო. მე ვჭამეთ. რანათელინზეა, იმიტომ რომ ეს ლიკას Let's go Clea. დილიდან ტაში მადლობა. ჩემია. მადლობა ძალიან. უკვე მეორე ტორტი არის ლიკასთვის. რა ლამაზი დღეა. რანათელინზეა, იმიტომ რომ დღეს ლიკას დაბადების დღეა. გილოცავთ. მეგობრებო, აბა თუ გამოიცნობთ ვინ ნახეთ ახლა გოდერძიზე, გაძლევთ 3 წამს. 1 2 3. გავყარი აჭარის პროექტში სახლიხეზე, ერთად ვსრიალებთ წელსაც გოდერძიზე. მანქანას რომ ვიყიდი, მე უნდა გამეტარებინე ხო და ვიყიდე. მადლობა, ვიყიდე და ეხლა მე გაგატარე რა. ამოვარდა. და ახლა გაუკვალოში გადავიდა რომ აიღოს. მამის საბაგიროდან გადაუვარდა ჩაფხუტ. ხოდა აი იქ არის ჩაფხუტი. აქ არის მამი. Will he make it? მე მგონი მიაგნო. იპოვა ჩაფხუტი saved. აუ ხახო ჩვენ კი მოვჭით. მაგრამ შევისრიალეთ, გაუკვალავშიო, სახლებს გადავახდით, კლდეებზე ვიარეთ, ხილამურები დავკარგეთ. ყველაფერი. რა ჭირს შენსას? რა ვიწროვებ, რომ კარგად მომაჯდეს. არ ვიცოდი რომ ანუ გაგიდიდდა? ბიჭო ხო, დანახე. გაწელე? გავწელე ხო. მომდე გადმოძიო, თუ ერთი გადმოძიო. Damn, who's that sexy girl? Oh my god. Oh wow, amagabul is it? დღეს მეცაც მეგონი შავი აქვს ლიკას თემატიკურად და არის ის. მარიამის წვეტასები არ შემიძლია. დაიწყო დაბადების დღის აღნიშვნა. Hello. Very mindful. Wow, როგორი სუფრა გვაქვს. Wow. ლეკა ყვება ჩვენზე ყველაფერს. კარგი, მანუ მამიზე ვიტყვი იმას, რომ მამი ძალიან ესეთი იყო რა, აი პირველად რომ შემოიჭრა და არ გემეგობრებოდით. არა, თქვენ მეგობრებოდა და ძალიან mysterious ტიპი იყო, ძალიან იუმარი და აი რომ შემოდის და 2 წელიწადში რომ გაიხსნება, იგი. თეო, ცოტა ისეთი მეგონა რა, ვიდეოებიდან წერვა და უკარება და რაღაცა, მაგრამ რომ გავიცანი. აი, უსაყვარლესი ფულფულა თამაშები როა, ხო ის ჩასაჭუჭყნი. მე შევარდნებიდან. არა, რეალურად როგორც ვიდეოში ჩანს. ზუსტად ეგეთი იუმორის გზნობით, მოგვევლია. ლიკა მეგონა ძალიან nerd ტიპი, აი. Nerd როგორ არის? ეგეთი ეგეთი არის, მაგრამ ვიცოდი და გზნობდი რომ ეგეთი იყო. მაგრამ არ მეგონა რომ ანუ ჩვენთან ასე გაიხსნებოდა და ასე შეიძლება გავდო.
მარიამი იყო ძალიან ჩვილი. ახალი ჩამოსულიყო გერმანიიდან. მაგრამ ყველაზე რამეთად რაც მომეწონა პირველად როცა ქუთაისში წავედი, ჩემს ხმარებზე იცინოდა. აი მომეწონა. ახლა ყველასე მეტად ვინც გვაინტერესებს ჩვენ და გამომწერებს დავიცე რას გვეთყვი. ჩამოვედი იტალიიდან და მაგრად ვერ გიტანთ ყველა. ხო იცით რა თქვენ რომ ხან რა მედიტაციაც და ხან რა საბოლოოდ მეთქი რაღაცა არ გამომდის რაღაც არასწორად ვაკეთებ. შეხვდა რეკლამა Facebook-ზე და სპონსორებული ტრანსცენდენტული მედიტაციის. აუ მეთქი ეგ არის რაც მინდა, იმიტომ რომ აქამდე გაგებულია წაკითხული. აი მეც ჩემ ვიდეოებს დავარეკლამო, იცი რა ხდება. დიახ, ზეგასები შეხვედრაზე მივედი, რაღაც დავითი იყო, რაღაცები მოყვა. ყურადღება არ მიცი არაფერი. ჯერ არაფერი არ დაბადებულა მან. შენ დაბადების ხის მერე დავიწყე სწავლება. პირველი გაკეთებული არა და არა, პირველივე გაკვეთილზე გრძელები გამიშვა. ყო არსებობს პირველი ნახვით სიყვარული და არსებობს პირველი გაკვეთილით სიყვარული ჩემო მეგობრებო. ხო და ამ ჭიქით გაუმარჯოს პირველი გაკვეთილით შეყვარებას. გაგიმარჯოს დავით. როგორია კონტენტ კრეატორის დაბადების დღე? ტორტი რა შემოვა, შენ იღებ კამერით, პროფესიონალ კამერით, მარიამ შენ შემოგებ ტორტი, ნიკა შენ ტელეფონით იღებ, შენ იღებ ოსმოთი ვლოგს და შენ მეუბნები რა ლამაზი ვარ. ოკეი? I'm drunk. მაჩეხერეთ. საერთოდ მე გავასწორე. იმაჩეხერეთ. ამას რო დაჭირო რომ გასწორე. მე შეყვარებული ვარ და ყველანაირი სიყვარული, ყველანაირად სიყვარულად მეფანტება. გულიცურაკინდა. ტექნიკური ხარვეზია. მარიამ ტორტი დაეწუწა. ინფლუენსერის დაბადების დღე ბილაიკ. კონტენტ კრეატორი და რასიზმის მოაწყვეთ ესეთი საღამო. ყველა ერთმანეთზე კარგად სიტუაციაში და გაგვეცელა სამი. ბოლოზე ვართ ხა ტორტზე ალუბარი. ნიკა ლაპარაკობს დავიცე. ძალიან დიდი მასწავლებელი ჩემთვის. დამოწგლა. რომ მე განვითარდე და ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და ვთვლი რომ ურთიერთობაში ეს არის ნომერ პირველი რაც უნდა იყოს ამაზე ძვირფასი რაღაც ურთიერთობაში არ არსებობს. ეს არის ყველაზე ძვირფასი რაც კი შეიძლება ურთიერთობაში ადამიანს ჰქონდეს. არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში, მეგობრებშიც, დედაშვილიშიც და ასე შემდეგ რა. კარაოკეში წავიდნენ და წავიდეთ ჩვენც. ნახოთ როგორ ჩაივლის. სულ აი იქეთ უნდა გადავიდეთ ესე რა. იმედია ზემეთვირთი არ ვიქნებით და მე ნაბახუსებს ვარ და აი მაგრა გამიჭირდება. ისინი უყურებთ სად არიან? უარ ჩანან. მეცა დაგანახებთ. აი თუ ჩანან. და ხედები ულამაზესი. კაია რა. ოპა, წავიდა. ნახეთ რა ადგილებში ვართ რა აი. იმენა. ვა, დავით. რედი ბევრი დაგვრჩა? არა, ჩავალთ. მარიამი თუ ჩამოვამალე, მარიამს ვერ ვუყურებთ, ოღონდ სად არის არ ვიცით. მაგარია რა, მაგარია რა. აი მარიამი უყურებთ მეც. აი. საღოლ, მიდი. ოღონდ ჩამოვიდეს და გაუძენე. მარიამი, მიდი. გამოიცანთ რა მოხდა? ტელეფონი დავკარგე და აი აქ ვარ მე. აქ არის ჩემი ტელეფონი და ახლა სამაშველო გუნდი დამეხმარება. არა სამაშველო, ოღონდ ამჯერად სამაშველო, ჩემთვის სამაშველო გუნდი დამეხმარება. ამბასადორმა გამოგვიყო ბურანი, იმ ბურანით ავლენ, ჩამოსრიალდებიან და ჩემს ტელეფონს აიღებენ. აი, საუკეთესო გუნდი ყავთ, ოღონდ მართლა არსად არის შემოხვედრია, ხო? აი ვიღაცას ფეხებზე დაიკიდებ და რაღაც, მაგრამ აქ ყოველთვის თავზე ყვებიან, სიც მოიტეხავს თუ ვიღაცას აგვიანდება თუ რაღაცა. ტელეფონი დაკარგავ, ხო? ტელეფონს დაკარგავ, ყოველთვის ჩვენს მხარეს არიან და ყოველთვის ჩვენს გვერდზე. კი, აი კი. ურანით მიდიან, რომ ჩემი ტელეფონი იპოვონ.
ესე იგი, რაზე თამაშობთ? 20 აჯიმანია წავაგეთ და 10 ჯერ გაძრომა მაგიდაში წავაგეთ. შემდეგი რა არის? წავაგებ თოლშუნა ჩახტი. ვაუ! მამი არის გამწარებული, იმიტომ რომ მესამე ჯერ წააგეს, ერთხელ არ ვიცი რა ანგარიშით, კერდა ერთხელ არ ვიცი როგორ, მეორე ჯერ შავი ბურთი ჩაუვარდა და მესამე ჯერაც ძალიან ცუდად მოკლედ და აჯიმანიები გააკეთეს. მე გაძრუნენ, გამოძრუნენ იმაში რაღაც მაგიდის ქვეშ და ახლა თამაშობენ იმაზე რომ ტიტულები უნდა გავარდნენ გარეთ და ჩახდნენ თოლში. არ ვიცი რა ეშველებათ. ცა, იქ რა გუნდა ბიჭო? იქ ერთი წა, იქ რა. რა ნერვიულებს. კაცი. Oh, sleeves moiges, sleeves. ვალიდან ამოვედი. Sleeves. კაი. მოდი ბიჭო შენ ერთი ისე თამაშები. დღეს არის ბოლო დღე, 6 საათზე იქნება კესბორელი. ნენელა უკვე შეგვეთ რომ ეს ვლოგი ნენელა თავდება. თუ მოგეწონებათ ეს ვლოგი აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. რომ კიდევ გვინდა გთხოვთ ვლოგები, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი ვლოგი გავაკეთოთ. გაიცანით, ეს არის ტობი, რომელიც თავის პატრონებთან ერთად სრიალებს, ოღონდ მართლა. თქვენ მოყვებათ, ხო? არ იღლება? რასაყარელია, ტობი. ბაგერში რო დაჭდება, თავს ვეღარაცოს ეს. ნახეთ ახლა როგორ გაყვება. ვენგიტომ უნდა გადამიღოს როგორც სრიალები. მამის საუკუნის ედიტის სრიალის. აუ მე დაედიტეთ რა TikTok-ზე. ოჩახ ვერ გადავიღე. რა შვები გოგო? მიგარაფერს შენ? რა არაფერს შენ? რა? ვისვენებ. წელს წნევა არ ქონდა და გადაწყვიტე ისა იღრძო? კარგად ხარ? კი. დავდივარ ჩორნაკს და პირველი ვიდეოს რომელი არ მითქი. ერთია რომ აქ ჩამოსვლა სრიალის გამო და აქაურობის გამო გვიყვარს, მაგრამ მეორე არის რა? ჭამაო. ანუ აუ გამოსინჯე. როგორ მოხდა? საშუალოდ თეო და ვენგო პირველად არიან გოდერძიზე და ახლა ერთად გითხოთ შტაბეჭილება. აუცილებლად ჩამოხვიდეთ, ვისაც სრიალი გიყვართ, ვისაც სამთრის კურორტები გიყვართ და ანუ განცდა გაქვს რომ გარეთ ზამთარია, აქ შემოდიხარ ზაფხულია, იმიტომ რომ აუზის სპა ძალიან კარგი სიტუაცია. სტაფით ძალიან გამოფილი ვართ, იმიტომ რომ ახლაზე გახდნენ და არის ძალიან სიმყუდროვე, ან პური ხალხი არ არის, ნიშ ადგილია, მოკლედ და ყველა უნდა ესტუმროთ ამათ. მიუხედავად იმისა, რომ სრიალი არც ვიცი და არც გამომდის და ცოტა მეშინია კიდევ არც ვიცია, ძალიან უხანაირად ძალიან კარგად გავერთე. შეჭის არ ყავს სამონებს საუბრა აქვს, ძალიან მაგარი ჩამხოსი აქვს, შემიძლია ჩავიდე და აღარ მოვიდე იმ ჯოქოსიდან. ძალიან დიდი მადლობა ახალობას. აი ძალიან ყურადღებიანი სტაფი არის და ტელეფონის დაკარგვის ფაქტიდან დაწყებული. ყველაფერს დაგვეხმარნენ რომ გვეპოვა ეს ტელეფონი. გარდა იმისა, მუხლი მეტკინება, ყველა მეხმარება, რაღაცა არ მოგწევს გაში, გვიწევიან პრეტენზიოდ ყველაფერ და ჩვენს ძალიან ბევრ პრეტენზიას იტანენ და ძალიან პირიქით დადებითად და პოზიტიურად ხვდებიან ყველაფერს და მაგიტომაც ძალიან მოგწევს აქ როგორ სახში ვიგონია თავი ყოველთვის. ჩვენი ვლოგი ამით სრულდება. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის და განსაკუთრებით დიდი მადლობა ამბასადორი გოდერძის, იმიტომ რომ ჯერ ეს ვლოგი მაგათი დამსახურებით არის რომ არის, მეორე საოცარი სერვისისთვის, ვინაც დაამატებთ. ყურადღებისთვის, აი ოჯახის წევრების ბივით რო გვეპყრობიან და ჩვენი მშობლებივით არიან მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერთვის და ასევე სტაფს ძალიან დიდი მადლობა. და მადლობა თითოეული ღიმილისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა გადავხადო მადლობა იმ მატრას, რომელზეც 4 წელი წააკეთე.
მადლობა აბსოლუტურად ყველაფრისთვის და ხომ არის ამას ზუსტად აღნიშნა რა ეს რაღაც ძალიან სიტყვა და ყურადღება, იმიტომ რომ წინაზე მე მომტყდა თითი, დღეს მარიამმა იღრძო ფეხი, მაგრამ მოგხვდეს ძალიან. ხო, თავის საქმის პროფესიონალები არიან და ასევე სამეგობროს 5-ვე წევრისგან უდიდესი რეკომენდაცია კურორტ გოდერც და განსაკუთრებით ამბასადორს. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის. გამოგვიწერეთ და გვალაიქე, გამოგვიწერეთ subscribe ring the notification